საგიჟეთი რო ატყდა რა შეპყრობილი ცოფიანი ადამიანების რა რომელმაც ძაღლების ესე ვთქვათ ძაღლების ამბავზე ერთი ამბავი ატეხა ხო გუში რა არ ვიცი ამაზე ძაღლებით სპეკულირებას რა ქვია რა მე ეთქობა ხო იცი ესე იგი პუტინის შეკვეთა რომ ჩვენ ძაღლების საკონცენტრაციო ბანაკები გავხსენით და ნუ მოკლედ პუტინია აქ დამნაშავე რა და პუტინის ხელისუფლებაა დამნაშავე და ეს რასაოცარ არის სხვათა შორის მინდა გითხრათ გუში 16 წლის ძაღლი მომიკვდა რა ჩემი ავჩარკა რა შავი ავჩარკა რომელიც ხა დაბერდა ძალიან და ძალიან მიწვალა და სულ ფიქრობდი იმას როგორ და 30 წელია საგურამოში ეზოში ძაღლი მყავს რა ეხა ამ ბოლო დროს ორი მყავდა რა ერთი დამჭა ერთი მომიკვდა და ეხა საქართველოში რა თქმა უნდა ეხა ძაღლით ოჯახში ყავს მით უმეტეს და ეზოში ყავს და იმაში და ამაში ძაღლის ოჯახის წევრია რა მაგას რა თუნდა ლაპარაკი და აი ესე უცბად რომ ვიღაცა რაგვარია ის ტიპის დათელაშვილის პარტიიდან რო არის ისა პასკა სამაიძახი კივილწივილი კამერებთან ერთად აგაგდოს იქ წაგიყვანოს იქ შევარდე ეს ცხოველები რაღაცად იმას ქნა და ეს ავადმყოფი ცხოველები ესე ვთქვათ გამოუშვა გარეთ და რაღაცა საგიჟეთია რა აი არ გვიკვირს ეგა თავარი ნიშანი რომ რა მდგომარეობაში არის რომ არ გვიკვირს ეს ყველაფერი ხო არ გვიკვირს მაგრამ ხო აქედან და იქიდან ინტერნეტში რო ჩა თუ არ გვიკვირს მაშინ რატო ხდება ეს ინტერნეტში ეს ამბავი რა არ მევძახი ამათი საქციელები არ გვიკვირს ხო აი რა მდგომარეობაში არიან ესე იგი რომ ესეთ უნდა გვიკვირდეს ხო ესეთი საქციელები ადამიანები ხო არიან ვიღაცები ვისაც უკვირს არა და როგორც და ეს ძაღლების ამბავი და ელემენტარული პროვოკაციაზე გაგდებენ რა ვერ მივხვდით ამდენი ხანი რომ ერთი და იგივე ეს გია ბარამიძე გამოდის პატარა ძაღლის სურათი საყვარელი ძაღლის სურათი საყვარელი და ტიპი თვითფრინავიდან ხოცავდა იმეებს რა ქვია სვანებს და თვითფრინავიდან მიწაზე ფეხიც არ ქონდა და მიწაზე მაინც დაედგა და ისე ჩაეტარებინა ოპერაცია თვითფრინავიდან ხოცავდა იმას ადამიანებს ეს ადამიანები ქუჩაში რო ხოცავდნენ არ უყვირდა და გულს რო იფხანდნენ და თეთრაძეს რო აწამებდნენ და შავაძეს რო აწამებდნენ და ცოცხლად რო ყრიდნენ ზღვაში ხალხს და გვამებზე რო ამათ თურმე ეხა გული შეტკივა თან ტყუილზე ხო ეგრე ყველაზე უფრო თავი და ამასაც ვიღაცებს გვაჯერებენ რა რომ მე ძაღლები ძალიან მიყვარს და ძაღლები თუ არ გიყვარს ესე იგი ადამიანებიც არ გიყვარს და რო იზახიან ესეთ რაღაცებს რა შუაში აქ ძაღლი და ადამიანი პოლიტიკური მანიპულაციას გიკეთებენ რომ რაღაცა კიდე იმას ნერვებზე აგაგდონ და ძვალი გადმოგიგდნენ რომ აი იქნებ რაღაც ვარ ტყუილი ამბავია აი რა უნდა გავაკეთოთ აი ამ მერათან მერამდენი ამბავია ყველა სიტუაციაში მარცხდებიან ხო პირველი იყო ესა რა ქვია იმას იმაში რომ ჩასვეს ის გავრილოვი თუ ვიღაცა ხო პირველი ამბავი ეგრო იყო და მაქედან ანკესის წამოდება რომ დაიწყეს და აღარ ჩერდება რა რუსული კანონი რუსული ეგზარხოსი რუსული ეს რუსული დაიკიდეთ რა ძალიან გთხოვთ რა ეს რუსეთის თემა არა 21 საუკუნეში ვარ საქართველოს საერთოდ ახალ სიტუაციაში გადადის რა ზოგი არის საბჭოთა კავშირის მისტერი, ზოგი არის აქ ეპშტეინიზაცია, აიზახით. შუაში ვართ, შუაში. ახალი სიტუაციები იჩნდება და ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობები დგება. აი ნახეთ რას აკეთებს გუშინ ერდოღანი მინდა, აი გუშინდელი განცხადება იმას რა, გამოვიტანო ერთი წამი და განახოთ. შემდეგი კონფლიქტები არა ნავთობის, არამედ წყლის გამო დაიწყება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა. გასულ საუკუნეში ბრძოლა ნავთობისა და ნახშირ წყალბადების საწვავზე მიმდინარეობდა, ხოლო უახლოეს მომავალში ეს ბრძოლა წყალზე გაგრძელდება. თუ ჩვენ გარშემო მიმდინარე მწვავე კონფლიქტებს დააკვირდებით, ამის ნიშნებს უკვე დაინახავთ. წარმოიდგინეთ რა. აი წყლის ქვეყანა ვართ. აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში ხვალინდელი დღეს სხვა მოცემულობა დგება.
ამას მივხედოთ, რომ რაღაცნაირად აი წყლის ამბავი, აი დავიწყოთ უკვე წინ ამის შესწავლა, როგორ შეიძლება, სად შეიძლება, რანაირად შეიძლება მიწოდება ამ ყველაფრის. საქართველოს წყალია, ხო? და ვინც ამ ბიზნესში იქნება ჩართული, ხო? გინდა ტრუბები მითი, გინდა მილებით მიწოდებაზე თუ ნებისმიერი სახით მიწოდებაზე, ხო? თქვენ იცით ხა ქვემოთ რა ხდება? ახლო აღმოსავლეთში რა ხდება, ირანში რა ხდება, იმაში რა ხდება, არაბულ ეს მტკნარი წყლის ისინი ყველაფერი დაუბომბეს და მოკლედ შეიძლება უდაბნოთ იქცეს ეს ყველაფერი. ისეთი საჭიროები ხვდებით ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ესენი ისე ვიქარია ჩარჩენილები და კაიაკავაც ეხა რუსულ ნავთო სანქციები დაუწესოთ და მანდარი ჩარჩენილი. აი მანდარიან კი. წარმოიდგინე რა. არა და აბსოლუტურად სხვა რაღაცა იწყება ჩვენთვის, იწყება აი თან საქართველოსთვის ეს იწყება რომ წყლის ქვეყანიდან როგორ შეიძლება რომ აქ შეიძლება გავაკეთოთ ფონდი ხო ვინც წყალს მიაწოდებს იმათ მომავალი საუბის ფონდი გავაკეთოთ როგორც დაუშვათ ემირატებს ქონდა და რაღაც თანხა ყოველთვიურად შევიდეს ეს წყლის რეალიზაციიდან დაუშვათ და ეს ფონდი და აი რაღაცნაირად იმაში არაბებს აქვთ რა ეს რომ ადამიანი ბავშვი როგორც კი იბადება იქაური პირდაპირ რაღაც მილიონი დოლარი უჯდება ანგარიშზე რა წარმოიდგინე ფონდები აქვს და მომავალი თაობის ფონდები აქვს გაკეთებული რა აი ესეთ რაღაცებამდე შეიძლება მივიდეთ რა ისეთი საჭირო ხდებით არა აი არ ვიცი რა ისე ვიქარია ისე ვიგივე სიტუაცია ლიბერალები ჩარჩენილები არიან